დღეს მინდა გესაუბროთ ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც ყველა თანამედროვე ავტომობილშია, მაგრამ შეიძლება ისე ამოწუროს ავტომობილმა თავისი ექსპლუატაციის ვადა, რომ არასოდეს დაჭირდეს მძღოლს და მგზავრს მათი გამოყენება. ეს არის კისრის დამცავი მოწყობილობები, რომლებსაც მძღოლები პატგალოვნიკებს ვეძახით. როგორც უკვე გითხარით, ეს მოწყობილობები ყველა თანამედროვე ავტომობილშია. ისინი განლაგებულია სავარძლის ზემოთ და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს ასრულებენ თავის ფუნქციას. ამ მოწყობილობებს აქვს სხვადასხვა ფორმა და ზომა, მაგრამ დანიშნულება აქვთ ერთი და იგივე. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაიცვას მძღოლის და მგზავრების კისრის მალები. ეს მოწყობილობები არ არის განკუთვნილი მძღოლის კომფორტისათვის. ძველი ტიპის ავტომობილებში ეს მოწყობილობები არ იყო გამოყენებული. აქ როგორც ხედავთ, სავარძლის ზემოთ არ არის ეს მოწყობილობები. ამ მოწყობილობების გამოყენება დაიწყეს დაახლოებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზმა ცხადყო, რომ მძღოლები და მგზავრები ხშირად იღუპებოდნენ კისრის მალების მოტეხილობის გამო. მოგეხსენებათ, რომ ხერხემალში აქ გადის ზურგის ტვინი და ხერხემლის კისრის მალების მოტეხილობის გამო ზიანდებოდა ზურგის ტვინი და ადამიანი ხშირად იღუპებოდა ან რჩებოდა ხეიბარი. ახლა ვნახოთ პატარა ვიდეო ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც ვიდეოდან ჩანს, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლი და მგზავრი თავს ჯერ წინ გადაიქნევს და შემდეგ კი უკან. როგორც ჩანს, თავის წინ გადაქნევის დროს ხერხემლის კისრის მალები უფრო მდორე მრუდს ასახავენ, ვიდრე უკან გადაქნევის დროს. აქ უკან როდესაც იქნევს ადამიანი თავს, უფრო მკვეთრი გადახრა ხდება მალებისა, კისრის მალების და ხშირად ეს მალები იმსხურეოდა, ზიანდებოდა ზურგის ტვინი და მძღოლი და მგზავრები ან იღუპებოდნენ, ან ძლიერ ტრავმას იღებდნენ ხოლმე. სწორედ ამის გამო მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს იმ მოწყობილობების გამოყენება, რომელზეც უკვე ჰქონდა საუბარი. ეს მოწყობილობები იცავენ კისრის მალებს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს. კისრის დამცავი მოწყობილობები სპეციალურად არის ისე განლაგებული, რომ მძღოლმა მათზე თავის მიყუდების შემთხვევაში არ იგრძნოს კომფორტი. რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება მძღოლი მოდუნდეს, რაც შეიძლება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი გახდეს. როგორც დავინახეთ, კისრის დამცავი მოწყობილობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს. ამიტომ მძღოლი ვალდებულია ყოველი მოძრაობის დაწყების წინ თვითონაც მოირგოს კისრის დამცავი მოწყობილობა და თავის მგზავრსაც მოარგოს იგი. ამ მოწყობილობას მძღოლის და მგზავრის თავი უნდა ეყრდნობოდეს კეფით. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლისა და მგზავრის დახმარებისას პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის კისრის დაფიქსირება სპეციალური მოწყობილობით და შემდეგ უნდა გადმოვიყვანოთ ისინი ავტომობილიდან. საჭიროების შემთხვევაში კისერთან ერთად წელიც უნდა დაფიქსირდეს და შემდეგ გადმოვიყვანოთ დაშავებულები ავტომობილიდან. ამ ბოლო დროს ხშირად გვთავაზობენ ასეთი ბალიშების გამოყენებას, რაც ჩემი აზრით მძღოლისათვის დაუშვებელია. ამ ბალიშებს აქვს სხვადასხვა ფორმა და ზომა. ეს ბალიშები მძღოლსა და მგზავრებს გამოყენების შემთხვევაში კისრის ზონაში ეყრდნობა. კისრის ზონაში კი გადის მნიშვნელოვანი სისხლძარღვები და ნერვები. საძილე არტერია გაგიგიათ ალბათ. ეს წითლად რომ აღინიშნება სისხლძარღვებია,
მაგ ლურჯად და წითლად არის სისხლძარღვები აღნიშნული, ხოლო ყვითლად ნერვები არის. და იმ შემთხვევაში თუ ეს ბალიშები დააწვება სისხლძარღვებს, შეიძლება შეიზღუდოს სისხლის მიწოდება თავის ტვინში. ეს გამოიწვევს ჟანგბადის სიმცირეს ტვინში და შეიძლება მძღოლს დაუქვეითდეს რეაქცია, რაც შეიძლება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ ბალიშების გამოყენება მძღოლისათვის კატეგორიულად აკრძალულია. ჩემი რჩევაა, რომ მძღოლმა არ გაიკეთოს ჰალსტუხი და ასევე არ ჩაიცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს კისერზე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, კომპრესიას განიცდის სისხლძარღვები და ნერვები და შეიძლება მძღოლს დაუქვეითდეს რეაქცია. თუ საჭესთან ხშირად გამთქნარებთ, თვალები გეხუჭებათ, მოთენთილობას გრძნობთ, ან გეძინებათ, ასეთ შემთხვევაში გააჩერეთ ავტომობილი და გადმოდით ავტომობილიდან. გაისერინეთ სუფთა ჰაერზე, შეასრულეთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები, მიირთვით ყავა, ან მოიფიქრეთ სხვა რაიმე ფიზიკური აქტივობები. წყალი შეისხით სახეზე, რა თქმა უნდა. გამხნევდით და გააგრძელეთ მგზავრობა. მაგრამ თუ სერიოზულად ხართ გადაღლილი, მაგალითად თუ ღამენათევი ხართ, ასეთი აქტივობები ბევრს ვერაფერს შეგძინეთ, უნდა გამოიძინოთ და შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა. საქმე იმაშია, რომ 15-20 წუთით გამოძინება საკმარისი იქნება ხნეობის აღსადგენად და გზავრობის გასაგრძელებლად. ჩემი რჩევა არის არ დაუშვათ ავტომობილში მგზავრის დაძინება. განსაკუთრებით იმ მგზავრის, რომელიც გვერდით გიზით. ძილი არის გადამდები და შეიძლება მძღოლსაც ჩაეძინოს საჭესთან. არიან ისეთი მძღოლები, რომელთაც აქვთ მიდრეკილება ჩაძინებისაკენ ღამით მოძრაობისას. ასეთმა მძღოლმა უნდა სთხოვოს თავის მგზავრებს, რომ მგზავრობის დროს ელაპარაკონ მას და აკონტროლონ, რათა მძღოლმა საჭესთან არ ჩაეძინოს. უსაფრთხო მოძრაობას გისურვებთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი.